სამოქალაქო მოძრაობა სამეგრელოს ხმის ლიდერმა თენგო ჯგუში ამ დღეს გუნდთან ერთად ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გააპროტესტა და აქცია მსვლელობა მოაწყო. აქციის მონაწილეები ტრანსპარენტებზე წარწერებით არაგარყვნილებას, არაუზნეობას, სვეტ გამსახურდიას ძეგლთან შეჩერდნენ და საზოგადოებას მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. როგორც მსვლელობის ორგანიზატორებმა განმარტეს, მშვიდობიანი აქციის მიზანია სამშობლოსა და ოჯახის სიწმინდის დაცვა. დღეს აქ შეკრებილი არიან ახალგაზრდები, ყველა თაობის წარმომადგენელი ადამიანები, რომელსაც უბრალოდ გულის შესტკივა იმაზე, თუ რა კანონიც მიიღო რამოდენიმე ხნის წინ ჩვენმა ხელისუფლებამ, ისე რომ არც კი დაეკითხა თავის ხალხს, არც კი ჰკითხა აზრი, გვჭირდებოდა თუ არა ეს კანონი. ჩვენ ვეუბნებით არას გარყვნილებას, ჩვენ ვეუბნებით არას უზნეობის პროპაგანდას. დიახ, ჩვენ დისკრიმინაციად არ ვთვლით ჩვენი განსხვავებული აზრის ქონას. მოგვიანებით მანიფესტანტები სამეგრელო ზემოსვენეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და გუბერნატორის ლევან შონიას თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ გუბერნატორს რიყის სასმელი წყლის მილების ამოღებასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ამასთან აქციის მონაწილეებმა გუბერნატორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ზუსტად ერთი თვის წინ გზაც გადავკეტეთ წყლის აღდგენის მოთხოვნით. და იმ გზის განთავისუფლება მოხდა იმ პირობის შესრულებით, რომ გუბერნატორი დაპირდა ხალხს, რომ შეხდებოდა. მოგვატყუეს ხელმეორედ. რამდენჯერ უნდა მოგვატყუონ? აგერ მოვიდნენ რიყელები, ჩამოვიდეს გუბერნატორი, რატო არ ჩამოვიდეს? რაც შეეხება ახლანდელ აქციას, რომელიც მიმდინარეობს, ეს არის გუბერნატორის გადადგომის მოთხოვნა, ვინაიდან ეს გუბერნატორი, რომელიც შეპირდა ხალხს, იმ დაზარალებული მოსახლეობას, რომელიც შეხვდებოდა, ერთი თვე გავიდა, არ შეხვედია. სამეგრელო ზემოსვენეთის გუბერნატორი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.